მოგესალმებით მამალაშვილების ოჯახიდან. დღეს პროცედურულად გვინდა წარმოგიდგინოთ ღვინის თერაპია. როგორც ხედავთ, ყველა ინგრედიენტი არის ბუნებრივი, სპეციალურად აღებული არის აი ეს ზეთი, რომელიც არის ოზონირებული და ყურძნის წიფწაზე დამზადებული ზეთი არის გამოყენებული სწორედ დღევანდელი პროცედურისთვის. და არის წარმოდგენილი ასევე ზუსტად ამ ოჯახის მიერ მოყვანილი ნატურალური ყურძენი, რომელიც ასევე დაჭყლეტილი სახით ცოცხლად იქნება წარმოდგენილი და ნაჩვენები პროცედურაში. ეხლა მინდა გაჩვენოთ ზუსტად სახელდახელოდ ამ ინგრედიენტებისგან როგორ კეთდება ის შესაბამისი მასა, რასაც თვითონ სამასაჟო პროცესში გამოვიყენებთ და კონკრეტულად რაც ემსახურება აი ამ ღვინის თერაპიას. ვიდრე ამაზე გადავიდოდე, მინდა ასევე წარმოგიდგინდოთ უნიკალური ქართული ფიტოთერაპია, ასე აწერია ზუსტად ჩვენი მცენარეული ნაკრებია, ქართული მცენარეული ნაკრები წარმოდგენილი, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალება არის ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული და ესეც ერთ-ერთი უნიკალური შემადგენელი ნაწილია ზუსტად აი ამ ღვინის თერაპიის. ეხლა გადავალ უშუალოდ პროცესზე მასის გამოსაყენებელი მასის დამზადების. ვიღებთ აი ამ დაფქვილ, ანუ ესე ვთქვათ, ჭაჭა კლერტის მასას, რომელსაც ბურდოს ეძახიან, კიდევ უწოდებენ მეორენაირად. ამას ვამატებთ თაფლის მასას აუცილებლად. ამას ემატება აუცილებლად ყავისფერი, დაფქვილი შაქარი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური თვისებებით და არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი საშუალება სისხლის მიმოქცევისთვის, სისხლძარღვოვანი სისტემების სახსრების, დიდარია, რა თქმა უნდა, ანტიოქსიდანტური თავისი თვისებებით, ყურძნის წიფწაზე დამზადებული ზეთი, რომელიც ოზონით არის მდიდარი, ოზონი ვიცით, რომ ძალიან მდიდარია ჟანგბადით. ზოგადად ყურძნის თერაპიას, ღვინის თერაპია წოდებულს ძალიან მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი და გამახალგაზრდავებელი თვისებები აქვს. ჩვენი პროცედურა რამოდენიმე ნაწილისგან იქნება წარმოდგენილი და ვნახავთ აი ამ შიგნავს როგორ გამოვიყენებთ. პროცედურაში გამოიყენება ყველა ნატურალური ინგრედიენტი, უბრალოდ გამხმარი სახით და ასევე ცოცხალი სახითაც შევძლებთ გამოყენებას პროცედურაში თვითონ დაჭყლეტილი ხელით დაჭყლეტილი ყურძნის წვენის. ჩვენი ღვინის თერაპია რამოდენიმე ნაწილისგან შედგება. ამ შემთხვევაში ხდება ოზონირებული ზეთით, სამასაჟო ზეთით დამუშავება სხეულის. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ მომზადებული ის მასა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ანუ პროცედურისთვის. აქ არის კიდევ ერთხელ ვიტყვი ის ინგრედიენტები, რომელიც გამოვიყენეთ: თაფლი, ყურძნის წიფწაზე დამზადებული ზეთი, ყავისფერი შაქარი. ხდება ამით დამუშავება კანის ზედაპირის, გადაფუთვა და ჩათბობა. აი ხა ნახოთ როგორ გამოიყურება ეს პროცესი. დავდივართ ახლა უკვე შეფუთვის ნაწილზე, როდესაც ხდება პაციენტის შეფუთვა. ფუთავთ რამოდენიმე ფენით, იმიტომ რომ ზუსტად ეს სითბო შენარჩუნებული იქნეს.
გამოჯანსაღებელი თვალსაზრისით ეს არის ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრისთვის, ეს არის გულსის ძარღვოვანი პრობლემების, სახსრების პრობლემების, ცვლის პრობლემების და ასე შემდეგ. გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისთვისაც გადასარევია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეხმარება აქ იმდენი ბუნებრივი კომპონენტია გამოყენებული, რომ ყველაფერი ერთად ძალიან კარგად ეხმარება ელასტინის, კოლაგენის გამოყოფას, კანს უნარჩუნებს აი ახალგაზრდულ იერს უბრუნებს თავის, ანუ ელასტიურობას, ანტიოქსიდანტური არაჩვეულებრივი თვისებებით ხასიათდება ზოგადად ყურძენი და აქედან გამომდინარე ძალიან ეფექტურია გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისთვის.